ვაგრძელებთ დანებზე საუბარს და უკვე ამ ვიდეოში მე მინდა ძალიან მოკლედ მოგიყვეთ დასაკეთსი დანების კონსტრუქციის თავისებურებებზე, მიმოვიხილო ამ დანის კონსტრუქციის ტიპები, ამ დანის პირის ფიქსაციის მეთოდები, იმისთვის რომ თქვენ თუნდაც დაიწყოთ ნავიგაცია აი ამ მთელი მრავალფეროვნებაში, რა მრავალფეროვნებასაც წარმოადგენს ეს დასაკეთსი დანების ოჯახი. არსებობს უამრავი წარმოებელი, უამრავი კონსტრუქცია, უამრავი დანიშნულების სფერო, სადაც ამ დანების გამოყენება შეიძლება, რაც განაპირობებს ერთი შეხედვით ამ მრავალფეროვნებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ძირითად ნიუანსებში რო გაერკვევით, თქვენ უკვე მოგეუბნებით აი მთელ ამ მრავალფეროვნებაში უკვე შეძლებთ ნავიგაციას და საბოლოო ჯამში შეძლებთ თქვენთვის საუკეთესო დანის არჩევას, რისთვისაც მე გადავწყვიტე ზოგადად აი ამ ვიდეოების გადაღება. ეს ვიდეოები გამოვდები დაფუძნებულია ჩემ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, 2 ათწლეულია ამ დანების შეძენის, კოლექციონერების, შესწავლის, გამოყენების, მაგრამ გამოვდები პროფესიონალურ, აკადემიურ დონეზე. მე ეს დანები არასდროს არ შემისწავლია, იმიტომ რომ დანები ჩემთვის ყოველთვის იყო პირველ რიგში პრაქტიკული ინსტრუმენტი და პრაქტიკა იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემი მასწავლებელი ამ შემთხვევაში. კარგით, დასაკეთსი დანები რო დავიწყოთ, აი ჯგუფებად დაყოფა, პირველ რიგში უნდა დავყოთ ჯგუფებად იმის და მიხედვით, თუ როგორ ხდება დანის პირის აი ამ სამუშაო, თუ გნებავთ, რა ვიცი, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა, ხო? აქ ჩვენ გვაქვს 2 დიდი ჯგუფი. დანები, რომლებიც იხსნება მექანიკურად, როგორც მაგალითად ეს ვიქტორინოქს რუგზაკი და დანები, სადაც რაღაცა მექანიზმი არის გამოყენებული იმისთვის, რომ მოხდეს პირის გახსნა. ეგრეთ წოდებული ავტომატური დანები, ან ეგრეთ წოდებული assisted open დანები, სადაც გახსნა დანის ხდება მექანიკური დახმარების ამ შემთხვევაში, ალბათ უმეტესობა შემთხვევაში ზამბარის გამოყენებით. თვითონ ეს ჯგუფი ავტომატური დანების იყოფა ალბათ შეიძლება 2-3 კატეგორიად დავყოთ, ხო? პირველი არის, რაც მე უკვე გითხარით თქვენ, assisted open. Assisted open რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს კლასიკური კონსტრუქციის დანა, რომელიც ხედავთ, დიდად არ განსხვავდება მექანიკურად გასახსნელი დანისგან, მაგრამ შიგნით არის ჩამალული ზამბარა, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას რას? როდესაც ჩვენ ვიწყებთ ინიცირებას პირის გახსნის, ზამბარა ერთვება საქმეში და ხდება პირის გახსნა სწრაფად და საიმედოდ. თუ ამ დანას რამე წინ არ დახვდა, ეს ყოველთვის გაიხსნება და დაფიქსირდება გახსნილ მდგომარეობაში. ამის გარდა გვაქვს დანები, რასაც ჩვენ საქართველოში ვეძახით, კნოპკიან დანებს, და საკმაოდ დიდი ხანია ჯგუფი არის ცნობილი, მეტწილად იაფასიანი დანების აწყალობით, რომელიც შემოტანა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ეს არის, როდესაც გილაგზე დაჭერით, ხდება დანის პირის გამოსროლა, ეგრეთ წოდებული OTF დანები. მათ შესახებ მე არაფერი არ ვიცი პრაქტიკულად, არანაირი გამოცდილება არ მაქვს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ძალიან ყოველ შემთხვევაში ჩემი ახალგაზრდობის დროს და დიდი ხნის განმავლობაში და ეხლაც ეს OTF დანები, ეს კნოპკიანი დანები, ასე ვთქვათ, იყო უფრო მოდი ასე ვთქვათ, სათამაშო, ხანდახან რა ვიცი, იაფასიანი, ხანდახან ძვირადღირებული, მაგრამ ესეთი სერიოზული ინსტრუმენტის რეპუტაცია ამ დანებს არ გააჩნიათ. ალბათ მანამ სანამ მაიკროტეკი არ გაჩნდა და არ დაიწყო თავისი OTF დანების გამოშვება, მაგრამ მაგის და მიუხედავად, ჯერჯერობით ეს შედარებით ძალიან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პატარა ჯგუფი არის დანების და შესაბამისად მე არ მაქვს ამ დანებთან არანაირი გამოცდილება და მანდ ვერაფერს თქვენ ვერ მოგიყვებით. Assisted open-ს რაც შეეხება, ქონდა დანები, მიმაჩნია რომ ეს დანები გამოირჩევა ყველა პლუსები აქვს რაც მექანიკურ დანას, მათ შორის სიმარტივე და ოდნავ აი ამ სიმარტივის ხარჯზე, იმიტომ რომ ზამბარის შეტანა ხდება კონსტრუქციაში, ჩვენ საბოლოო ჯამში გვაქვს დანა, რომელიც შეგიძლიათ საიმედოდ ერთი ხელით ნებისმიერ სიტუაციაში მარტივად ზედმეტი მოძრაობების და ძალდატანების და რაღაცა უნარის გამომუშავების გარეშე მოიყვანოთ გახსნილ მდგომარეობაში. ესაც შეეხება ავტომატურ დანებს და assisted open დანებს. მექანიკურ დანებს რაც შეეხება, მექანიკურ დანებში იგულისხმება გამომრდები რა, ჩვენ გვჭირდება ხელი, 2 ხელი ხანდახან, როგორც ამ რუგზაკის შემთხვევაში, იმისთვის რომ დანის პირი გავხსნა. ეს არის ალბათ, ყველაზე დიდი ხანი ცნობილი
ანუ დასაკეცი დანის დიზაინი ან კონსტრუქცია თუ გნებავთ, სადაც ანუ მის პირზე არის ესეთი ჭრილი შესრულებული, რაც გაძლევს საშუალებას ჭრილის მოთავსებით ეს დანა საიმედოდ გახსნათ. მინუსი რა თქმა უნდა ამ კონსტრუქციის მდგომარეობის იმაში, რომ ასეთ დანას ერთი ხელით ვერ გახსნით. ანუ აქ პირიც გარეთ მაინც არ ჩანს, რომ წაალბოთ და შეეცადოთ ანუ ეს დანა პირიქით გახსნათ. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები ვითარდება წინ და გახდა შესაძლებლობა ანუ აი მარტივი დანის კონსტრუქციაში აი მარტივი მექანიზმის შეყვანით, ანუ ამას ქვია STAD, ქვია ასე ინგლისურად, რუსულად ამას ქვია მეგონი პინიოკ, ქართულად აზაზე არა ვარ ამას რა ქვია, მაგრამ ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას Z მოვათავსოთ, ანუ დიდი თითი და დანა გავხსნათ. ანუ თუ მექანიზმი ამის საშუალებას გაძლევთ და თუ ანუ გარკვეული დრო პრაქტიკაზე დახარჯეთ, შეგიძლიათ ეს მარტივად სწრაფად გააკეთოთ. ამდანაც სხვადასხვა მაგარი უხეში მექანიზმი აქვს, რატომ მაგაზე კიდე მოგვიანებით ვილაპარაკებ. ასეთი სისტემის ნაირსახეობას წარმოადგენს ალბათ SpiderCon ეს დანის პირში შესრულებული ნასვეთი, რომელიც დაპატენტებული ქონდა, მე მგონი პირველად თუ არ ვცდები, სწორედ SpiderCon გამოიყენა. პრინციპი არის იგივე, ანუ ჩვენ გვაქვს პირზე შესრულებული მოწყობილობა ბრჭყალებში, რომელიც გვაძლევს საშუალებას დიდი თითი მოვათავსოთ და დანა გავხსნათ. ყველაფერი ეს იმისთვის, გეუბნებით, რომ იყოს შესაძლებელი ერთი ხელი დაკავებული გაქვს, მეორე ხელით დანას ხსნი. ასევე ჩვენ გვაქვს მექანიკურად გასახსნელ დანებში დანების ჯგუფი, სახელწოდებით ფლიპერი. ფლიპერი იმდენად სწრაფია, იმდენად მოსახერხებელია, იმდენად ანუ მარტივია ასათვისებლად, რომ მე ალბათ მაგათ ჩავაყენებდი სადღაც შუაში აი ამ assisted open დანებს შორის და მექანიკურად გასახსნელ დანებს შორის. რატომ? იმიტომ რომ მთელი კონსტრუქცია ამ დანის არის აგებული იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ეს ხახუნის ძალა, რომელიც არის განპირობებული ამ დანის დასაკეცი კონსტრუქცია ამ სახსავის გამოყენებით და ასევე ანუ პირს ისეთი გეომეტრია ქონდეს და ისეთი დიზაინი ქონდეს, რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას, ანუ პრაქტიკულად თითის ერთი მოძრაობით ძალის დატანება ამას არ ჭირდება, სწრაფად და მარტივად დანა მოვიყვანოთ გასახსნელ მდგომარეობაში. ფლიპერები არის ანუ ფრონტ და ბექ ფლიპერები, როდესაც ანუ აქედან ხდება და აქედან ხდება ამ დანის გახსნა. ფრონტ ფლიპერების მე სიმართლე გითხრა ვერ გაუგე, მოდი ასე ვთქვათ, ამიტომ უფრო კლასიკური დიზაინის ფლიპერები მირჩევნია. რაც შეეხება ხახუნის ძალის შემცირებას, ანუ ფლიპერების აბსოლუტური უმეტესობა ალბათ ანუ შედგება მექანიზმიდან, რომელიც იყენებს საკისარს, იმიტომ რომ მაგალითად იგივე SpiderCon Delica შემთხვევაში, ანუ არანაირი საკისარი არ იქნება, აქ იქნება ღერძი, რომელზეც ეს დანატრიალებს და ანუ იქნება ეგრეთ წოდებული ვოშერები, ანუ უმეტეს შემთხვევაში ეს არის სინთეტიკის, ანუ პლასმასის, რაც უზრუნველყოფს ხოგეონებით, ანუ დანის დაფიქსირებას ფრეიმში, ჩარჩოში, ასე ვთქვათ, აი ლიფტებს გამორიცხავს, მაგრამ ამავე დროს უზრუნველყოფს შედარებით თავისუფალ მოძრაობას, რაც გაძლევს საშუალებას, რომ ეს დანა მარტივად გახსნა, ძალიან მცირე პრაქტიკა არის საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც ანუ დიდი თითით ან ცერა თითით ესეთი დანები გახსნა. თუმცა ეს ცერა თითით გახსნის თემას მე მეკითხად ბოლომდე ვერ ვიგებ, იმიტომ შეიძლება ჩემი ხელის წყობა არის ესეთი, რომ ჩემთვის მოუხერხებელია, ამიტომ ჩემთვის დიდი თითი რჩება, ანუ ასე ვთქვათ, საუკეთესო ვარიანტი ესეთი დანა სწრაფად გახსნათ. პრაქტიკის ამბავია, ანუ არსებობს კიდე რავი სხვა მეთოდები და რავი ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფლიპერის შემთხვევაში ხო ანუ ჩვენ გვაქვს ეს მექანიზმი, რის გამოც ანუ ეს დანები მოწონებით სარგებლობენ, ანუ შეხედეთ პრაქტიკულად ანუ გრავიტაციის ძალა არის საკმარისი, რომ ეს დანა დავკეცოთ და გრავიტაციის ძალა არის საკმარისი, რომ ეს დანა გავხსნათ, ანუ საერთოდ არანაირი ძალის დატანება საჭირო არ არის, რაც ხოგეონებით, ანუ ამ დანას ჩემი აზრით აქცევს ამ სადღაც შუალედში, აი ამ assisted open და მექანიკურად გასახსნელ დანებს შორის, იმიტომ რომ მცირე პრაქტიკა და ანუ ამ დანის გამოყენებას ისწავლით, ანუ ჩვეულებრივად რავი როგორც ესე არის ნებოდეში. აი ესე. გავშინია რა კონსტრუქციის დანა არის, რა ზონა გააჩნია, რა პირი გააჩნია, ანუ შეგიძლიათ ისწავლოთ ამ დანის გახსნა, ანუ თითების მოძრაობის გარეშე საერთოდ. იმის გამო რომ ეს საკითხის მექანიზმი აქ არის გამოყენებული, ანუ ამ დანას აქ ეს ეგრეთ წოდებული ანუ ეს fidget spinner-ის ეფექტი, ანუ იმდენად ასე ვთქვათ, ბილად მოძრაობს ის და თავისუფლად, რომ ანუ სულ გახსოვილი ხოლმე ეს ხელში ათამაშო და რავი 4 წელია დანას ხელში ვათამაშებ, ეს არის ჩინური რეიკი ფანგი, PS5 თუ არ ვცდები არის ამის ინდექსი. 4 წლის განმავლობაში არანაირი მექანიზმის ცვეთის ნიშნები ამ დანას არ გააჩნია, არც დაშლილა, არც გაწმენდილა, ასეთია ზუსტად როგორიც იყო ამ დანის კრივიდან პირველ დღეს. ეს არის და ეს.
ანუ ავტომატური, მექანიკური, ფლიპერი და შესაძლებლობა დანა გახსნათ ერთი ხელით ან ორი ხელით, როგორც ასეთი კლასიკური დანების შემთხვევაში. კი, რა თქმა უნდა, არსებობს ანუ ასეთი ეგრეთ წოდებული გრავიტაციული დანები, არსებობს კიდე რაღაცეები, ეგზოტიკური მექანიზმები, მაგრამ ალბათ 99% დანების, რომელსაც თქვენ სადმე წააწყდებით Amazon-ზე თუ სპეციალიზებულ საიტებზე, ჩაჯდება აი იმ კატეგორიაში, რომელიც შესახებ მე თქვენ მოგიღებით. ესე იგი, დანების კლასიფიკაცია იმის მიხედვით, როგორ ხდება პირის გახსნა. ყველაზე გავრცელებული ძველი კლასიკური მეთოდი ორი ხელის გამოყენებით, ჭხილის დახმარებით დანის გახსნა გამოიყენება ძველ მოდელებში, კლასიკურ მოდელებში, მაგალითად იგივე როგორც ეს საბჭოთა სანადირო დანა. თავისთავად ცხადია, ორი ხელის გამოყენება არის საჭირო, ერთი ხელით გახსნა არ მოხდება და დანიშნულებაც ამას ასე ვთქვათ განაპირობებს. ეს არის ძირითადად სამეურნეო, ასე ვთქვათ, ესეთი დანიშნულების უტილიტარული დანები. შემდგომ უკვე მოდის შესაძლებლობა გავხსნათ დანა ერთი ხელით, ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის Spider-Ghost სტილში ნასვეტის შესრულება, ან ეგრეთ წოდებული სტადის შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ გავხსნათ დანა დიდი, ან თუნდაც ცერათითის გამოყენების საშუალო თითის გამოყენების მეშვეობით მოდიში. სისწრაფე, რა თქმა უნდა, აქ ისეთი არ არის. როგორც ვთქვათ, ფლიპერის ან assisted open დანის შემთხვევაში, მაგრამ პრაქტიკის შემთხვევაში, გადავთ ვერ გამომივიდა. პრაქტიკის შემთხვევაში, ეს ადვილად მიიღწევა. პრაქტიკა არის საჭირო, მოკლედ რომ ეს დანა, სწრაფად მოიყვანოთ გახსნილ მდგომარეობაში. ეგ არის მინუსი, თქვენ გჭირდებათ გარკვეული უნარის გამომუშავება, რომ ამ სისწრაფეს მიაღწიოთ, რა სისწრაფეს ჩვენ უკვე გვაძლევს მაგალითად იგივე ფლიპერი. ფლიპერი არ შეიძლება რომ ღირდეს იაფი, მინუსი ამის მდგომარეობს მაგაში, რომ ეს უნდა იყოს საკმაოდ ძვირად ღირებული, მათ შორის საკისრის გამოყენების ხარჯზე, თუმცა უკვე აი საკმაოდ იაფასიან დანებში ხდება უკვე საკისრის გამოყენება, მეტწილად რა თქმა უნდა ჩინური წარმოების და სხვა მე მგონი არც არის. საშიშროება ძირითადად აქ მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი დაბალი ხახუნის ძალა რო არის, ეს დანა შეიძლება იყოს მოყვანილი გახსნილ მდგომარეობაში, დავარდნით ან ვიბრაციას ან ეგეთი ინერციის ზემოქმედების შედეგად ამზელეროთ ტოლერანსში, მე აშკარად გძნობ, რომ ამას რაღაც ესეთი წინაღობა იქნება გახსნისას თავდაპირველად, რაც სავარაუდოდ უსაფრთხოებისთვის არის გაკეთებული, მაგრამ უმეტესობა ფლიპერში, მათ შორის იგივე რეიკის შემთხვევაში, ამის გაკეთება არის პრაქტიკულად ყოველგვარი თითის დაკარების გარეშე მარტო ინერციის ძალის გამოყენებით, ნახოთ ალბათ თუ შეიძლება ამას ინერციის ძალით გამოყენებით გავხსნას. კი, თუ საკმარისი ძალა დავატანე, შეიძლება რომ გაიხსნას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ინერციის გაჩენა შეიძლება მოხდეს შემთხვევით, მაშინ როდესაც თქვენ არ გინდათ და დანა გაიხსნას. კარგი სისწრაფე, არანაირი განსაკუთრებული, ესე იგი, უნარჩვევა საჭირო არ არის, რომ დანა სწრაფად გახსნათ, მაგრამ ეს უნებლიე გახსნის შესაძლებლობა, რისკი საკმაოდ მაღალია და ფასიც შესაბამისად მაღალია. კარგი ფლიპერი არ შეიძლება რომ ღირდეს იაფი, ჩემი აზრით. შემდგომ უკვე მოდის assisted open დანები. Assisted open დანა ნიშნავს რას, რომ ისევ და ისევ თქვენ არანაირი უნარი არ გჭირდებათ, შეგიძლიათ დანა ჩვეულებრივად მოიყვანოთ გახსნილ მდგომარეობაში ძალიან სწრაფად, ზედმეტი ძალდატანების და განსაკუთრებული უნარის გამომუშავების გარეშე. ფასი, რა თქმა უნდა, შედარებით იქნება მაღალი, ან ძალიან მაღალი, გააჩნია რა მექანიზმი არის გამოყენებული. კონსტრუქციის სიმარტივე მაინც არის, თუმცა რა თქმა უნდა, ახლა ამასთან შედარებით რთული კონსტრუქციის იქნება, მაგრამ თანამედროვე კარგი წარმოების ასეთი assisted open დანები და ავტომატური დანები უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ საიმედო იქნება. ორ სხვაში მეგულისხმობ assisted open დანებს, ეგრეთ წოდებულ კნოპკიან დანებზე, ჭეშმარიტად ავტომატურ დანებზე მე არაფერს ალაპარაკობ, იმიტომ რომ უბრალოდ საკმარისი ინფორმაცია არ გამოჩნია. ასე რომ თუ თქვენ გინდათ კარგი assisted open დანა იმის გამო, სისწრაფის გამო, ერთი ხელით ოპერირების გამო, შეეცადეთ რომ იყიდოთ მაღალი ხარისხის დანა, ეს უზრუნველყოფს გამძლეობას მექანიზმის, ხანგრძლივ უპრობლემო ექსპლუატაციას და ასევე უსაფრთხოებას. assisted open დანებს აქვთ ერთი მნიშვნელოვანი რამე, რაც თქვენ უნდა იცოდეთ და ამის დემონსტრირებას გავაკეთებ აი ასე. როგორც ხედავთ,
მექანიკური ზემოქმედება ამ დანაზე შეიძლება გამოიწვიოს მისი გახსნა. ამიტომ ეს დანები ძალიან ბევრ შემთხვევაში აღჭურვილი არის მექანიკური მცველით, ისევე როგორც იარაღი. ანუ ამ მცველის მექანიკური მცველის გააქტიურება ნიშნავს, რომ დანა ჩაიკეტება. დაახლოებით ისე როგორც აი ამ ძველ ოპინელზე, ანუ როგორც გადატრიალებით, ის უკვე აღარ გაიხსნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ თქვენ მაგალითად, რა ვიცი, გიწევთ სიარული კვადროციკლით, მოტოციკლით, ცხენზე, ანუ იქიდან გადმოვარდნა მე უნდა დაგიფაროთ, რა თქმა უნდა. თუ გადმოვარდით, ანუ გარდა იმ პრობლემისა, რომ იქიდან გადმოვარდით და სავარაუდოდ რავი, ტექნიკა დააზიანეთ და საკუთარი თავი დაიზიანეთ, კიდე მოყვება რისკი, რომ ეს დანა გაიხსნება და გახსნილი დანა, როდესაც თქვენ ავიცი კოტრიალობთ და გორავთ, თითქმის გარანტირებულად ნიშნავს, რომ თქვენ ანუ ჭრილობას მიიღებთ, რაც იქნება ალბათ რავი, ძალიან არასასურველი და ძალიან დამამცირებელი. ამიტომ ბევრს არ ესმის სამწუხაროდ რატო არის ეს მექანიკური მცველი გამოყენებული, მაგრამ assisted open დანებზე მექანიკური მცველი არის აუცილებელი. თუ თქვენ გაქვთ assisted open დანა მექანიკური მცველის გარეშე, ნახეთ, ანუ დააგდეთ ის ძირს და ნახეთ, ანუ როდის ხდება, მე არ გვიყვარს დააგდეთ და დაამტრიეთ და ზედირბინეთ, ხო? ანუ შეეცადეთ დარწმუნდეთ გონივრულად, ანუ რა ისე გონივრული წმუნება მიიღოთ, რომ თქვა და ესეთი ჩვეულებრივი საფლავცურებო დატვირთების შედეგად ეს პირი თავისით არ გაიხსნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დანები მაინც, ანუ შედარებით რთული მექანიზმი არის, შედარებით მრავალფეროვნება არის აქ სხვადასხვა მიდგომების, სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენების, ამიტომ მათი არჩევისას კი ცოტა მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ და ცოტა მეტი ანალიზი დაგჭირდებათ. იმედი ეს ვიდეო დაგეხმარებათ, ანუ გაერკვიოთ ეს დანების კლასიფიცირება როგორ ხდება, მათი ასე თქვათ პირის გახსნილ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანით. არსებობს რა თქმა უნდა სხვა დანები, სადაც სხვა მიდგომები არის გამოყენებული, მაგრამ ჩემი აზრით მათი აბსოლუტური უმეტესობა არის ეგზოტიკა და თქვენ პრაქტიკულად არ შეგხვდებათ. როგორც უკვე გითხარით, ეგზოტიკური უჩვეულო გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ანუ არ გამოირჩევიან კარგი სამომხმარებლო თვისებებით. დანა ჩემთვის პირველ რიგში არის უტილიტარული ინსტრუმენტი და პირველ რიგში მნიშვნელობა აქვს ის თავის ფუნქციას როგორ ასრულებს და არა როგორ გამოიყურება, ან რა მასალებისგან არის დამზადებული. იმედია ეს ვიდეო თქვენთვის საინტერესო იყო. დიდი მადლობა რომ უყურეთ და თავს გაუფრთხილდეთ.